მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel-ი. დღეს გთავაზობთ მეორე ნაწილს ამონანათის, თუ პირველი ნაწილი არ გინახიათ შეჯიბრობით, შეგიძლიათ აი ამ მულზე დაწოლისას გადახვიდეთ. როგორც მოგეხსენებათ, ამ ამონათში იყო ეს ამონათი გამოვიწერე Gearbest-დან. არ დავიწყებ კონკრეტიზაციას ამონათის შესახებ. მოდით პირდაპირ გადავიდეთ მეორე ნივთზე. ხოლო მეორე ნივთი არის როგორც მოგეხსენებათ, მე რამოდენიმე დღის წინ, რამოდენიმე ხნის წინ შევიძინე კამერა Xiaomi-ვი, ხოლო მისთვის საჭირო იყო ჩასადები კეისი. როგორც ხედავთ, აი ესე გამოიყურება, ზომები შეგიძლიათ შეაფასოთ. ამ ხელა არის, ცოტათი ჩაზნექილია, მაგრამ ეს არაფერი დიდი ცუდი არ არის, როგორც ხედავთ, აქ კიმია წერია, ეტყობა კიმის ფირმისა, ხარისხი საკმაოდ კარგია. ძირი რაც შეეხება რაიმე რაღაც მუყაოსგან არის დამზადებული, ანუ ვცდილობ ხელით დავაწვე, მაგრამ არ ჩადის, ანუ მკვრივია და შიგნით ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერი იწესთ, არაფერი არ უნდა მოვიდეს დავარნის დროსაც კი. მოდით გავხსნათ თუ როგორ გამოიყურება. Make a man's noise. მეგობრებო, ესე გამოიყურება. როგორც ხედავთ, მასალა სპეციალურად ამოჭრილი, სადაც შევძლებთ კამერის და მისი აქსესუარების ჩალაგებას, ამას ცოტა ხანში ვსინჯავთ. რაც შეეხება თვითონ მასალას, კარგი მასალისგან არის, მკრივი მასალაა, ირგვლივ, როგორც გითხარით, დავარნისას არაფერი არ მოვა. რაც შეეხება მეორე მხარეს, აქ აქვს ეგრეთ წოდებული სეტკა, სადაც შეძლებთ სხვადასხვა ნივთების შენახვა, საკმაოდ კომფორტულია. პირველი შეხედვით, ნაკერებს შეგიძლიათ ესე ნახოთ. რამდენად ხარისხიანია. ამ ნივთში თუ ავწდები ვეცით დაახლოებით $5.90. ბმული აღწერაში აუცილებლად იქნება გადადით ნახეთ სრული შემთხვევაში. პირველი შეხედვით ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვით. დადებითი ის აქვს, პლუსი ის აქვს, რომ შესაძლებელი 180 გრადუსით იხსნება. ახლა რაც შეეხება აი ამ მომენტს, როგორც ხედავთ, უკვე ეს ამოჭრილია, უბრალოდ ჩაწყობილია, შეგვიძლია ეს ამოვაწყოთ და გადავალაგოთ. ყველაფერი რაც ჭირდება, აი მაგათაც შემთხვევაში ყველა ამოვალაგოთ. თუ მაგალითად რომელიმე სივრცე გვჩება ცარიელი, შეგვიძლია ესე აი ამ მასალით შევავსოთ. ეს ასე ჩავდოთ და მე მაქვს ჩემი კამერის ეგრეთ წოდებული ბარახლო, ეს კამერა, არ ვიცი როგორ შეიძლება ჩავაწყოთ. ეს არის ჩემი, თუ გახსოვთ, აკვაბოქსი. არ ვიცი როგორ შეიძლება. ისე ალბათ. ასევე აქ არის ძალიან ბევრი წვიმანები, არის ელემენტი, სამაგრები, ერთ საკმაოდ საჭირო ნივთებია. შეგვიძლია ესე ჩავაწყოთ. ასევე როგორც იცით, მე შევიძინე აი ეს სამაგრები. არ ვიცი რამდენად ჩაეტევა ეს ყველაფერი აქ. წესით დარიგით უნდა ჩაეტიოს. არ ვიცი ნახოთ. ეს წელზე სამაგრმა ჩაეტია, მაგრამ არ მგონია დანარჩენი ჩაეტიოს. თუმცა შესაძლებელია რაღაცნაირად ჩავატიოთ. აი ესე დავდებთ და შევკრავთ, ეს არ იკვრება ნამდვილად. მგონი არ შეიკვრება, თუ ავწდები ეს ჯობი ამოვიღოთ. აი ესე შეიძლება შევკრათ. ესე ნამდვილად კარგად შეიკვრა.
კარგი იქნებოდა ნამდვილად სახელურიც რომ მქონოდა, მაგრამ აი აქ რაღაც ადგილი აქვს, შეგვიძლია რაღაცა გამოვაბათ. როგორც ხედავთ. ნუ პირველი შთაბეჭდილებით შემიძლია ვთქვა, გირჩიოთ ამის შეძენა. გაითვალისწინეთ რომ თუ ეს კომპლექტიც შეგიძლიათ გინდ გსურთ რომ ჩადოთ აი ამ ყუთში, არ ჩაეტევა. და ამისათვის ჯობს უფრო მოდიდო იყიდოთ სადღაც $10 ფარგლებში. მოგეთ მეგობრებო, ამაზე არ შემიძლია კიდე გითხრათ. კითხვები იქნება კომენტარებში დაწერეთ აუცილებლად გიპასუხებთ. გამოიწერეთ სრული შემთხვევაში ეს ნივთი. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო თითები ზემოთ, გაიზიარეთ ჩვენი ვიდეო, ასევე Facebook გვერდზე დაგვიმეგობრდით, გამოიწერეთ, ასევე ჩვენი არხი YouTube-ზე გამოიწერეთ, აუცილებლად იქნება უფრო ახალ-ახალი ვიდეოები, ახალ-ახალი ნივთები AliExpress-დან და Gearbest-დან. ყველა შეკითხვაზე შეგიძლიათ მომწეროთ Facebook გვერდზე, აუცილებლად ვიპასუხებთ. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, კარგად ვსვენდებოდეთ, ასე რომ დაელოდეთ მესამე ნაწილს.